ვახტანგ ბუცხრიკიძესთან შეხვედრა სულ რამდენიმე წამის წინ დაიწყო. ახლა შეხვედრაზე იმყოფება დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა, ასევე ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, კახა კინწურაშვილი და სახელმწიფო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელი იმისთვის, რომ ამ შეხვედრაზე დააყენონ მათი მთავარი მოთხოვნა. ეს არის ის, რომ 15 იანვარს, როდესაც 3 საათიდან 6 საათამდე უნდა იყოს საყოველთაო უპრეცედენტო გამაფრთხილებელი გაფიცვა ბანკის საბანკო სფეროს წარმომადგენლებმა, ხელმძღვანელებმა პრობლემები არ შეუქმნან მათ თანამშრომლებს და სულ რამდენიმე წუთში სავარაუდოდ ცნობილი გახდება რა პოზიცია იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით TBC ბანკს. რაც შეეხება საქართველოს ბანკის პოზიციას არჩილ გაჩეჩილაძესთან შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამის შემდეგ მოვიდნენ TBC ბანკში მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები. საქართველოს ბანკის ხელმძღვანელებისგან დღეს ოფიციალურად მიიღეს თანხმობა და პოზიცია დააფიქსირეს ბანკის წარმომადგენლებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უამრავ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება გამაფრთხილებელს გაფიცვაში, არ შეექმნებათ პრობლემები. სავარაუდოდ უკვე რამდენიმე საათში საქართველოს ბანკი გამოაქვეყნებს ოფიციალურ განცხადებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ საყოველთაო გაფიცვაში მათი თანამშრომლების ჩართულობასთან დაკავშირებით არ იქნება არანაირი პრობლემა. ახლა ყველა ფიქრობს, რომ 15 იანვარს, როდესაც უნდა იყოს საყოველთაო გაფიცვა, ყველა უნდა ჩაერთოს ამ გამაფრთხილებელ გაფიცვაში და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გაიგოს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს მოქალაქეები დგანან ერთად იმისთვის, რომ მოითხოვონ პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ხელახალი არჩევნები საქართველოში. შევფიქრდნენ იმას, რომ არავინ არ დაიჯდება იმისთვის, რომ მათი თანამშრომლები გამოვიდნენ და გამოხატავენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რომელიც ვისაც უნდა ის გამოვა დააფიქსირებს თავის პროტესტს და შევფიქრდნენ, რომ არავინ არ დაიჯდება. ძალიან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა, ეხლა ჩვენ ველოდებით ამის აღსრულებას. არ შეიზღუდება არც ერთი თანამშრომელი და არ დაიჯება არც ერთი თანამშრომელი და ეხლა ველოდებით, რომ ეს აღასრულონ. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამას ეხლავე ზუსტად გეუბნები. ბრძოლა შეუპოვარი და ჯიუტი. განაცხადეს, რომ ისინი იცავენ თავიანთი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას და კვლავაც დაისწავენ ამ თავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანია მათთვის და ჩვენ ველოდებით როგორც ამ ამბის აღსრულებას, ისევე ასე ვთქვათ, დადასტურებას იმისას, რომ ეს ასე ითქვა. ისინი ხელს არ უშლიდნენ არასოდეს არც სამუშაო საათების გარეთ და არც სამუშაო საათების დროს, რომ გამოეხატათ მოქალაქეობრივი თუ სამოქალაქო პოზიცია და დაამატეს, რომ მეტიც ჩვენ ყოველთვის დავიცავთო ჩვენი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას. ეს იყო პასუხი იმაზე, დაჟიდნენ თუ არა, რაც ჩემი აზრით ნიშნავს, რომ არ დაიჯებიან ადამიანები გამოხატვის თავისუფლებისთვის და სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისთვის. ეს არის გამაფრთხილებელი გაფიცვა, ეს არის აბსოლუტურად კანონიერი და ძალიან მშვიდობიანი ფორმა, ძალიან ბუნებრივი და მით უმეტეს იმ წვავე კრიზისის პირობებში, რომელშიც საქართველოს ჩვენ შეკვდა ხელმძღვანელობა ამ ბანკის, უშუალოდ მისი ხელმძღვანელიც ბატონი გაჩეჩილაძე, მათ თქვეს, რომ ისინი არ შეუშლიან ხელს გამოხატვის თავისუფლებას თავიანთი თანამშრომლების, როგორც აქამდე არ უშლიდნენ და ახლა შეხვედრაზე მყოფ სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლებს და დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძის დედას აქვს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ TBC ბანკი გავრცელებს მხარდამჭერ განცხადებას და ისინი არ შეუქმნიან პრობლემებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩაერთვებიან უპრეცედენტო საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვაში. ეს შეხვედრა რამდენიმე წუთში დასრულდება და მეტი დეტალი გახდება ცნობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ექნება ყველაზე მსხვილ კორპორაციას, რა პოზიცია ექნება TBC ბანკს.